ვინ არის მოძღვარი, როგორი უნდა იყოს მოძღვარი და როგორ მოძღვარს უნდა ვეძებდეთ. თუ ჭეშმარიტება არ გიყვარს, თუ სიმართლე არ გიყვარს, შეუძლებელია რომ ადამიანის მოძღვარი იყო. წყემსობა ახლა როგორი დიდი რამეა, რომ წყემს შეუძლია ათასები წარწმიდოს და ათასები გადაარჩინოს. როგორც სული აცოცხლებს სხეულს, ასევე სულს აცოცხლებს მართლმადიდებლობა. იმ ერთზე თუ არ ზრუნავ, მაშინ არც ათასებზე იზრუნებ. მღვდელი თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ თუ ადამიანი მღვდელი გახდა ის მოძღვარია. ის შეიძლება ჩვეულებრივად წესებს აღასრულებდეს და აღსარებასაც იბარებდეს, მაგრამ მოძღვარი არ იყოს. ყველაზე რთულია ორ სიკეთეს შორის ღვთისნების გამოცნობა. მღვდელი იქ უნდა იყოს, სადაც სიბნელეა. იმიტომ რომ იქ გაანათო, იქ სადაც უიმედობა. მოძღვრის მოვალეობა პირველი რაც არის ის, რომ თავი გადადოს და იზრუნოს ადამიანზე. როცა ეკლესიისთვის ძალაუფლება სახელმწიფოდან მოდის, მაშინ ეკლესია არ ემსახურება ღმერთს. მოგესალმებით, დღეს ჩვენ გვექნება თემა მოძღვრის შესახებ, ასევე მოძღვრის საჭიროება, ვინ არის მოძღვარი, როგორი უნდა იყოს მოძღვარი და როგორ მოძღვარს უნდა ვეძებდეთ, ასევე აღსარების შესახებ და მცირედით შევეხებით ზიარების თემასაც. მთლიანად ქრისტიანობა არის მოძღვრისა და სულიერი შვილის ურთიერთობაზე დამყარებული. ქრისტე ისე გავიდა ამ ქვეყნიდან, რომ მას ამ ქვეყნად და აღდგომილსაც თავიდან ეძახდნენ რაბუნ, ანუ მოძღვარო და ერთადერთი მოძღვარი, ერთადერთი მასწავლებელი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. როდესაც მაცხოვარმა უთხრა თავის მოწაფეებს, რომ თქვენ ნუ იწოდებით მამად, ეს ნიშნავს იმას, რომ არც ერთი მოციქული არ იყო მოძღვარი თავისთავად, არამედ ის იყო ქრისტეს სწავლების გადამცემი და სულიწმინდის ძალით, სულიწმინდის სწავლებით, სულიწმინდის გამბრძნობით ერის, ანუ ხალხის მომნადირებლები, რომლებიც ასწავლიდნენ იმას, რაც გვასწავლა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და რაც გვასწავლა, როგორც ეს აგვიხსნა და გაგვაგებინა სულმა წმინდამ, როგორც თვითონ უფალი ამბობს, ის მოვა და გასწავლი თქვენ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, ჩვენ კი ვიწოდებით მოძღვრებად, მამებად, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ეს მოძღვრება არის იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ პირველ რიგში ქრისტეს შემცნობები და რასაც ქრისტე შეგვაცნობს, იმას უნდა შევაცნობდეთ ხალხს. ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული, რომ როდესაც ქრისტიანობაში გაიყო აზრი არასწორად ვიღაცები ამბობდნენ მე ვარ პეტრესი, მე ვარ პავლესი, მე ვარ აპოლოსი, ამაზე პავლე მოციქული შენიშვნას აძლევს და ამბობს, რომ არც მე, არც პეტრე, არც აპოლო, არც მულად თქვენთვის ჯვარს ეცვა იესო და აქედან გამომდინარე თქვენ ყველანი იესოს შვილები ხართ და იესოს მოძღვრები, ანუ იესოს მიერ მოვლენილი მოძღვრები ვარ ჩვენ და არა თავისთავად, რომ პავლე პავლესას არ ასწავლიდა, პეტრე პეტრესას არ ასწავლიდა, ყველანი ასწავლიდნენ იესოსას. ფილოსოფიაში არის ესეთი აზრი საინტერესო ნათქვამი არისტოტელეს აქვს პლატონზე. პლატონი როცა აღიარებდა ჯერ იდეის არსებობას და მერე საგანს,
არისტოტელე ამას არ აღიარებდა და მან თქვა მე მიყვარს პლატონი, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად. აი ეს არავის არც ერთ მოციქულს არ შეეძლო ამის თქვა მე მიყვარს ქრისტე, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო მეტად, იმიტომ რომ ქრისტეა თვითონ ჭეშმარიტება და მხოლოდ ქრისტეს ჭეშმარიტებას გადასცემდნენ. ასევე მოციქულები არიან შუამავლები კაცსა და ღმერთს შორის. დღეს არის ესეთი აზრი, თითქოს შუამავალი არ არის საჭირო, აიღე ბიბლია და წაიკითხე და შენ თვითონ მიხვდები და გაიგებ ამას, ეს არასწორია, ეს წერია თვითონ საქმე მოციქულთაშიც, როდესაც ერთ-ერთი ეგვიპტელი დედოფლის სახური კითხულობდა ბიბლიას, სულმა უთხრა ფილიპეს, მიუახლოვდიო ახლოსო ეტლსო და რომ მიუახლოვდა ფილიპემ ნახა რომ ის კითხულობდა ესაია წინასწარმეტყველს და ფილიპემ კითხა გებულობო რასაც კითხულობო და მან უპასუხა აბა როგორ გავიგებო თუ ვინმე არ მithარგმნის ან თუ ვინმე არ გამაგებინებს და ამის შემდეგ ფილიპე უხსნის მას თუ რა ნიშნავს ის რომ რასაც კითხულობდა ეს დიდებული და მხოლოდ ამის შემდეგ რაც ფილიპემ აუხსნა მას ის ნათელს იღებს და ფილიპე ხდება მისი მოძღვარი. აი ეს არის მაგალითი იმისა რომ ბიბლიის გაგებას ჭირდება ქრისტეს თლიანად ბიბლიის გაგება ქრისტეს ცნობიერება და სულიწმინდა რომელიც მოციქულებს მიცა და მოციქულების მეშვეობით ჩვენ გადმოგცა და ეკლესიას მისცა ეს ქრისტემ და ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო აზრი არის ნათქვამი წმინდა ანასტასი სინელის მიერ როგორც სული აცოცხლებს სხეულს ასევე სულს აცოცხლებს მართლმადიდებლობა როგორც სული სხეულის სიცოცხლის მიმნიჭებელია ასევე სულს მხოლოდ მართლმადიდებლობა ანუ მართალი ხედვა მართალი დამოკიდებულება ღვთისა აძლევს სიცოცხლეს ამიტომაც თქვა უფალმა რომ ვისაც ჩემის წამს ის არ მოკვდება მისი რწმენა ნიშნავს მის სწორ შეცნობას და მოძღვრის მოვალეობა არის მხოლოდ ის რომ ქრისტე შეამეცნოს თავის სულიერ შვილს და თუ შეძლებს სხვებსაც აი მოძღვრობაზე გრიგოლ ღვთისმეტყველი გუშინდელი დღე სულთმოფენობის დღეა და ეს სულთმოფენობის დღე არის რომ მოციქულებზე გადმოდის სულიწმინდა და მოციქულები უკვე მიდიან კაცთა გამოსახსნელად და თავიდან ქრისტე ესეუბნება ხო მოციქულებს როცა მოუწოდებს ეუბნება რომ შემომიდექით მე და კაცთა მებადურებად გაქცევთო და ეს კაცთა მებადურებად საინტერესოა ხო ეს მებადური თუ რას ნიშნავს და აბა დოროთესაა ერთი კარგი განმარტება რომ როცაო მებადურიო ბადეს ისვრისო თევზი ისე ამოყავსო ზღვიდან და რაღაც ესეთი ძველი ქართული ხო პოეტური ენა და ჰამო ანუ ისეო რომ თევზმა არ იგრძნოსო რომ ბადეში არისო თორე ბადეს გახეთქავსო და ესეო მოძღვარმა უნდა შეძლოსო ადამიანის ამ სოფლიდან ისე გამოყვანა რომ ესე ფრთხილად სიყვარულით და მთელი ამ ზრუნვით კეთილი ზრუნვით და სხვათა შორის ხარო შევადაროთ ქრისტე რო ეუბნება მოციქულებს კაცთა მებადურებად გაქცევთ აი როგორი უნდა იყო მებადური ეს ჩანს იგივე პეტრესთან როცა ბოლოს ეუბნება პეტრეს აღდგომის შემდეგ ქრისტე ეუბნება რომ გიყვარვარო და პეტრე ეუბნება კი უფალო ხო იცი რომ მიყვარხარო ანუ სამჯერ ეკითხება და სამივეჯერ პასუხობს პეტრე რომ მიყვარხარ უფალო და იქ არის საინტერესო რომ პირველად როცა პასუხობს პეტრე რომ მიყვარხარ უფალო იქ ეუბნება ქრისტე რომ აძოვე კრავნი ჩემნი მერე მეორე კითხვაზე როცა გიყვარვარო იქ ეუბნება უკვე ქრისტე და პეტრე ეუბნება მიყვარხარ უფალო იქ ეუბნება რომ დამწყსე ჩემი ცხოვარი და მესამე კითხვაზეც ესეუბნება ქრისტე რომ დამწყსე ცხოვარი ჩემი ანუ იქ ორი ის არის გაყოფილი რომ შევხედოთ პირველად ეუბნება რომ აძოვე ჩემი კრავი და მეორედ ეუბნება რომ დამწყსე ჩემი ცხოვარი და ეს
აძოვეც ნიშნავს, რომ როგორც მამები ამბობენ, რომ განსწავლე. იმიტომ რომ ადამიანის გონება განსწავლო და მისცე მას ის სულიერი საზრდო და დამწყსეც კიდევ ნიშნავს, რომ დაიცო. არა მხოლოდ ის, რომ შენ საზრდო მისცე, ხა იქ მოძღვრის მოვალეობა რა არის, აქ ჩანს, რომ პირველი რომ ქრისტე ეუბნება გიყვარვარო და კიო, მეორე ეუბნება რომ წადი და დამწყსე და აძოვე ჩემი ცხვრები და კრავები და ანუ ჯერ ღმერთი უნდა გიყვარდეს. აი ზოგჯერ რო არის ადამიანი გიყვარდეს, ღმერთი უნდა გიყვარდეს, ჯერ ქრისტე გიყვარდეს და შემდეგ შეძლებ ადამიანის სიყვარულსაც. თუ ღმერთი არ გიყვარს, თუ ღმერთში რას ვამბობ, თუ ჭეშმარიტება არ გიყვარს, თუ სიმართლე არ გიყვარს, შეუძლებელია რომ ადამიანის მოძღვარი იყო და ადამიანების მოძღვარი იყო, იმიტომ რომ თუ როცა სიმართლე გიყვარს, მაშინ სიმართლით ცხოვრობ ადამიანებთან და ესე ჩემიანი და სხვისიანი არ განარჩევ ადამიანებს. ამიტომ სიმართლის ჭეშმარიტების მოყვარე ადამიანია ზუსტად რომ შეძლებს რომ იყოს შემდეგ მოძღვარი და კაცობრიობის მოძღვარი და არა ვინმე თავისიანების და შემდეგ სხვები უარყოს. ანუ პირველი ეს არის რომ გიყვარს და მეორე ეს აძოვე და დამწყსე ესეც საინტერესოა რომ მისცე სულიერი საზრდო მოძღვარმა. განსწავლო, მაგრამ ეს მოვალეობა არ არის, უფრო სხვა მოვალეობაც არის, ამასთანავე უნდა დაიცვა. ამასთანავე მას რო განსაცდელი ექნება მის გვერდით უნდა დადგე და აი ეს არის სახარებაში არის კიდევ კარგი ადგილი მათესთან და ლუკასთან არის იგავი რომ 100 ცხვარი იყო და ერთი რო დაიკარგა და იმ ერთი საძებნელად მიდის. ხო და ეს ერთი აი მათესთან წერია რომ გზას რო აცდესო ერთი და დატოვებსო 99 მთაში. და წავა ერთი საძებნელად. ლუკასთან წერია რომ დაიკარგება, დაკარგავსო ერთ მათგანს, ანუ 100-დან ერთს. 99-ს დატოვებსო უკვე თაში არ წერია, აქ წერია უდაბნოში. და წავა იმ ერთის მოსაძებნად. ანუ ეს მთა და უდაბნოც ეხლა რო შევხედოთ, ხო, ანუ ეს 99 არის ამაზე განმარტებები, რომ ანგელოზები გულისხმება და ანუ სხვადასხვა განმარტებებია მამების, მაგრამ პირდაპირ გაგებით რო შევხედოთ, ანუ 100-დან ერთი რო დაიკარგა, ის 99 სადაც დატოვა, ეს ის ადგილია, სადაც ისინი გადარჩენილები არიან, ხო, ეს არის მთა და ეს არის უდაბნო, ანუ მთა არის ამაღლებული ადგილი და უდაბნო სოფლის გარეთ. ანუ მოძღვარმა უნდა გაიყვანო ადამიანი, ან მთაზე უნდა აღამაღლო, ამ სოფლიდან უნდა აღამაღლო ამ მიწიერი აზროვნებიდან და მეორე ის რომ ეს უდაბნო სიმბოლური ის არის, რომ გაგყავს და აქ საინტერესო არის, რომ ერთზეა საუბარი, არ არის ორზე, არ არის სამზე. ანუ ის ერთი ადამიანიც იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად დიდი, რომ იმ ერთზე თუ არ ზრუნავ, მაშინ არც 1000-ზე იზრუნებ და აი ოქროპირის ცხოვრებაში არის ერთი საინტერესო მაგალითი, რომ ოქროპირი იყო ხა კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ხო როგორი დიდი მამაა და რა ვიცი ხა რამხელა საყდარზე იჯდა და ოქროპირის წინააღმდეგ არის მთელი ბრძოლები, ნუ მოკლედ ეკლესიაში, მთავრებიც ოქროპირს ებრძვიან, ეპისკოპოსები, ალექსანდრიის ეპისკოპოსი ცალკე და რა ვიცი, დედოფალი, მეფე, ყველა ოქროპირს ებრძვის და მთელი ეს ბრძოლა გამოწვეული იყო, რომ ოქროპირი ყოველთვის იცავდა ობლებს, ქურივებს, გაჭირვებულებს, განსაცდელში მყოფ ადამიანებს და არის ერთი საინტერესო მომენტი მის ცხოვრებაში, რომ დედოფალი ევდოქსია სარმოწონს ოქროპირი, იმიტომ რომ ოქროპირმა ამხილა რამდენიმეჯერ ამ დედოფალის რაღაც სიმდიდრე, ფუფუნება, მის რაღაც ესეთი გამორჩეული, განსხვავებული ცხოვრება და ერთი ადგილია ქვრივი დედაკაცია, რომელსაც აქვს თავისი ვენახი, ეს დედოფალი შედის ევდოქსია ამ ვენახში და იმ ვენახიდან იხმევს ყურძენს. და მაშინდელი წესით იმპერატორების ეს ძველი წესი იყო, რომ თუ დედოფალი მეფის ოჯახი შევიდოდა იმპერატორი სხვის ვენახში, მაშინ შეეძლო რომ იმ ვენახს დაპატრონებოდა. და იმ მეპატრონისთვის ვისიც იყო ეს სხვისთვის სხვა ვენახი მიეცათ მისთვის, სადმე სხვაგან მიწა მიეცათ და ცხოვრებაში საინტერესო და სპეციალურად გააკეთაო დედოფალმა, იმიტომ რომ იცოდა, ხო გადამტერებულია ხა დედოფალი ოქროპირს. იცის რომ ოქროპირი დაიცავს ამ ქვრივ ქალს. იცის რომ ეს ქვრივი მივა ოქროპირთან და ეტყვის რომ დედოფალმა წამართვა მიწა.
ოქროპირი ამაზე დაიცავს და შემდეგ დედოფალი მიუდგება ოქროპირს, რომ შენ კანონს არ ღვივ. იმპერატორების კანონია, რომ ჩვენ გვაქვს უფლება ის, რომ თუ შევალთ სადმე ზღვის ვენახში, რომ შემდეგ ის ჩვენი იყოს და ჩვენ მის წილ რაღაც მიწა მივცეთ. ანუ ესეთი გაგებით რო თქვა სპეცოპერაციას უტარებს. მაგრამ აი მთელი ოქროპირის იდეადე რაშია, რომ ეხლა რაც ამ დედოფალმა იცის, განა ოქროპირმა არ იცის, რომ ეს კანონის დარღვევაა. ოქროპირი დაიცავს ამ ქვრივს, წერილს მიწერს დედოფალს, ამ ხელს ეუბნება, რომ მიწა დაუბრუნე, ის ეუბნება, რომ იმპერატორების ძველი წესი არისო, მაშინ ეუბნება შეცვალეო წესი. არ არის ეს სწორი წესი. ანუ ამით რისი თქმა მინდა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქი რატო ეხა ოქროპირი დიდი? იმიტომ რომ წარმოიდგინე ქალაქში ცხოვრობდა ერთი ქვრივი ქალი, რომელსაც რაღაც განსაცდელი შემთხვევა თან დედოფალთან. დედოფალმა მიწა წაართვა და ოქროპირმა ამაზე სიტყვა მოიღო. ხო შეეძლო ხარ რომ ესე რომ ვთქვათ, რომ იტყვიან აი გაეტარებინა. მაგრამ მისთვის ის ერთი ანუ აგი მის თქმა მინდა რომ სახარებაში რო არის რომ ქრისტე რო ამბობს 99-ს დატოვებს და ერთი საძიებლად მიდის, აი ეს ერთი იმდენად დიდია, ვინც არ უნდა იყოს. აი იმდენად დიდი იყო ოქროპირისთვის, აი ზუსტად იმ ცნების ამსრულებელია იოანე ოქროპირი. აი ეს არის ზუსტად მოძღვარი, რომ აი დაამწყსე, ანუ დაიცავის და ეს არის აი მოძღვრის მოვალეობა, აი რამდენად დაიცავს შენ ადამიანს და რამდენად იმ ადამიანის გამო იცხოვრებ და შენც რო განსაცდელი შეგემთხვეს, ამას გააკეთებ. ეხლა ერთი მომენტი რო ვთქვა, ოქროპირი დიდად რო არ გამოკიდებოდა ამ ამბავს. ხო, რამდენი სხვადასხვა პრობლემები იყო მთელს კონსტანტინოპოლში, მაგრამ მისთვის ეს დიდი ამბავია, ერთი ადამიანის განსაცდელი, მნიშვნელოვანი ამბავია და ეს რო არ ყოფილიყო, ალბათ რა ვიცი, ხა 17 საუკუნე გავიდა მას შემდეგ და დღეს იოანე ოქროპირზე არც ვისაუბრებდით, იმიტომ რომ მთელი ისტორიის მანძილზე რამდენიმეა ესეთები დიდები, რომლებმაც მართლა როგორც კეთილი მწყემსი და ეს არის, ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ მოძღვრის მოვალეობა პირველი რაც არის ის, რომ თავი გადადოს და იზრუნოს ადამიანზე. თვითონ აი კეთილი მწყემსის განსაზღვრებაც ხო არის სახარებაში. მწყემსი ის კი არ არის მარტო ვინც მართავს თავის სამცხსოს, მას ხო არის რომ ამბობს თავს დადებსო, კეთილი მწყემსი არისო ისო ვინც თავს დადებსო, ყვასისთვისო. და ანუ ამითი იცნობა მწყემსობა ხარ თუ არა შენ ჭეშმარიტი მწყემსი ჩანს იმაში, რამდენად შენ შეგიძლია თავი დადო თუნდაც ერთი ადამიანისთვის. მწყემსობა ახლა როგორი დიდი რამეა, რომ მწყემს შეუძლია ათასები წარწმიდოს და ათასები გადაარჩინოს. აი ადამიანს მაინც ჭირდება წინამძღვარი, ხო, აი ქრისტიანობა არის რელიგია, სადაც გადარჩენა ხდება მოძღვრის მეშვეობით. და ესე იგი რამხელა საპასუხისმგებლო რაღაცა ახლა ეს მოძღვრობა, რომ აი ადამიანს რომ წარუმართოს სწორად. ანუ ათასების გადარჩენა ხდება ერთი მოძღვრის მეშვეობით. და საერთოდ ქრისტიანობაში არის რაღაცები, რაც ისწავლება და არის რაღაცები, რაც არ ისწავლება და აი ნიჭით არის მომადლებული. აი მაგალითად ქრისტიანობაში ხო მღვდლობა ისწავლება, ხელს დაგასხამენ და გასწავლიან მღვდლობას, ანუ იმ 7 საიდუმლოს აღსრულებას ხო, მაგალითად ნათლობა, ჯვრისწერა, წირვა და ასე შემდეგ. და ამ საიდუმლოებებს აღასრულებდა ხარმღვდელი, ეს ისწავლება. ასევე ისწავლება ბერობა. ხო, ცხოვრების წესია და როგორ უნდა იცხოვრო, იქ ტიპიკონში როგორ უნდა იყო, იქ გულისხმებს როგორ უნდა იბრძოლო და რა მეთოდებია ხო ამ ცნობიერი და თუნდაც ხორციელი ბრძოლა ბერობაში, ესეც ისწავლება. მაგრამ რაც არ ისწავლება, ეს არის მოძღვრობა. აი არ არსებობს რომ დავჯდები მე მაგალითად ამას წავიკითხავ, ესე ვიცხოვრებ, ესე ვიმოღვაწებ და მოძღვარი გავხდები, ესე არ ხდება, ესე ვერ ხდება მოძღვარი ადამიანი. აი იმას რო აქ სინელს აქვს, ზუსტად მახსოვს, საძაგელია ისო ვინცო მარტო წიგნებიდან ასწავლისო და თუ გინდაო მიწაზე მასწავლებელი იყო, ზეცაში უნდა ისწავლო. ანუ ამას ამბობს მოძღვრების თავში. ანუ მოძღვარი ის კი არისო, ვინც წიგნი წაიკითხა და მე ამ წაკითხულიდან შენ გასწავლის რაღაცას. არა, მოძღვარი არის ის, ვინც გასწავლის
თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე და იმდენად რამდენად მისთვის ეს ნიჭი არის მოცემული ღვთისგან და სულიწმინდით არის აღზებული ადამიანი. და ასეთი ადამიანია შემდეგ უკვე ჭმარიტი მოძღვარი და ეს მღვდლობა ხო მღვდელი შეიძლება მღვდელი თავისთავად არ ნიშნავს იმას რომ თუ ადამიანი მღვდელი გახდა ის მოძღვარია. ის შეიძლება ჩვეულებრივად წესებს აღასრულებდეს და აღსარებასაც იბარებდეს, მაგრამ მოძღვარი არ იყოს. უბრალოდ შენდობის ლოცვას უკითხავს და ეგ არის და ეს. ასევე ეკლესიაში არიან მასწავლებლებიც, ხო? აი დიდასკალებს რაც ეძახდნენ. აი კლიმენტი ალექსანდრიელი იყო, ხო, იუსტინე ფილოსოფოსი, ესენი იყვნენ დიდასკალები, ერის ხალხი იყვნენ და მასწავლებლები იყვნენ ქრისტიანობას ასწავლიდნენ. და ესეც ჩვეულებრივად ისწავლება, წაიკითხავ წიგნებს და ჩვეულებრივად პედაგოგი ხდები, მეტი არაფერი, მაგრამ აი ეს მოძღვრობა, ხო? ეს მოძღვრობა რაღაცა ცალკე ისეთი გამონაკლისი, გამორჩეული ფენომენია იმ გაგებით, რომ აი მაგალითად კაცმა შეიძლება აი გენიოსობა ხო არ ისწავლება. აი მაგალითად შეიძლება ხატვა ისწავლო, მაგრამ მიქელანჯელობა, რომ მიქელანჯელო ვიქნები, ამას ვერ ისწავლი. ეს რაღაც მოცემული ნიჭია. და ესეა მოძღვრობაც, ეს არის რაღაც ისე გამორჩეული ადამიანები არიან ღვთისგან. და აი მოძღვრობაშიც ხო ხა მთავარი რაც არის ერთ-ერთი აი იდეალურია, როდესაც მაგალითად მღვდელში ეს ყველაფერი გაერთიანებულია, მღვდელიც არის მაგალითად არის მასწავლებელიც და არის მოძღვარიც. იდეაში ესეთი უნდა იყოს მღვდელმთავარი და მღვდელი, მაგრამ ესეთები გამონაკლისები იყვნენ ხო სულ თითო აი თითზე ჩამოსათვლელი იყო ეკლესიაში არ არის ესე იმიტომაც არის ეს რაღაცა ისეთი განსაკუთრებული ნიჭი და იმიტომაც არ არიან ესეთები ბევრი ეკლესიაში და აი მოძღვრის ინსტიტუტი ხო მაგალითად მოძღვარი როდესაც გეუბნება ხო კურთხევას გაძლევ რაღაცაზე აქ ახლა ორი მომენტია როდესაც მოძღვარი გეუბნება კურთხევას გაძლევ ერთი არის ის რომ რამდენად სწორია ის რაზედაც გაკურთხებენ და მეორე არის ის შეიძლება სწორია და ახლა ცუც არც ერთი ის არ გირჩევს მაგრამ აქ უფრო საქიფაქიზი და ისეთი ყურადსაღები მომენტია ის რაცაც გაკურთხებენ ის რამდენად შენთვის არის სიკეთის მომტანი ხო აი შენ რამდენად არ დაგაზიანებს ის და რამდენად ხარ შენ მზად ამის აღსასრულებლად და მისაღებად. ანუ მოძღვარმა მარტო ის კი არ უნდა გაზომოს რომ შენ კეთილი რაღაცა გირჩი, არამედ ისიც უნდა გაზომოს შენ რამდენად მიიღებ ამაში სარგებელს და რამდენად წარემართები ამაში. აი იმაზეა კარგად ნათქვამი პატარა სიკეთეს გაექცაო დიდი სიკეთის მისაღებადო. ნაკლებ სიკეთეს გაექცაო უმეტესი სიკეთის მისაღებადო. სინელცა აქ იმაზე ნათქვამი გრიგოლ საკვირველთმოქმედზე როცა წამების დრო ედგა გაიქცა ხო დაიმალა და ეს მოწამეობა კი კეთილი საქმე არისო მაგრამ ხალხის განსწავლა იმ მრევლის განსწავლა რომელიც მას ყავდა ეს უფრო დიდი იყო და საერთოდ ხა ადვილია კეთილსა და ბოროტს შორის როდესაც მოძღვარი რაღაცას გირჩევს მაგრამ აი ურთულესია ორ სიკეთეს შორის შენთვის რომელია უფრო სარგებლის მომტანი და აი ამას ჭირდება ყველაზე ისი დიდი გონიერება და ამაზე ვფიქრობდი რომ ამისი უფლება აი კურთხევის მოცემის უფლება ხო ეხლა ძირითადად მოძღვარი მაინც გირჩევს რაღაცებს მაგრამ აი გაკურთხებ ეს უკვე ცოტა ისეთი ფორმაა რომ დარწმუნებული უნდა იყო მაშინ 100%-ით რომ რასაც ამბობის სწორია და ამასთანავე მისთვის ის რომ 100%-ით სარგებლის მომტანია და ამისი კადნიერება აქ ისეთ მოძღვრებს როგორებიც იყვნენ აი მაგალითად მოციქულები ხო და რატო აი ამაღლების ის რო არის სამოციქულოში ქრისტე მაღლდებოდა და აკურთხევდაო ეს რატო არის ორივე აღნიშნული მაღლდებოდა და აკურთხევდა და ამას ხედავენ მოციქულები ანუ მოძღვარი არის ის ვინც ამაღლებულია მიწიდან ხო ასეთ მოძღვარს აქვს რო გითხრას გაკურთხევ და ასევე შენს თუ ვერ ხედავ მას ამაღლებულად შენ სარგებელს ვერ მიიღებ იმიტომ რომ არენდობი მის იმას შენს ის უნდა იყოს ამაღლებული და ასევე შენს უნდა ხედავდე
რომ მისი ცნობიერება და მისი ცხოვრება ამაღლებულია მიწირიდან. ეს დაახლოებით ესეთი რაღაცა ვიფიქრე ამაზე, რომ აი ტელევიზორი და ის რო არის ანტენა, ხო? ახლა დღეს არის რაღაცა ის ციფრული ტელევიზორები როა. ახლა წარმოიდგინე აი 90-იანებში რაღაც ანტენები რო იყო, ის რო შეურჭი, ხო, ვერაფრით ვერ ჩართავს, ვერ გადმოსცემს სიხშირეს და არ მოგცემს მაუწყებლობას. დღეს რაღაცა სხვა ინტერნეტ რაღაცა ისინია, ხო, ანტენები თუ რასაც ეძახიან. ანუ რისი თქმა მინდა რომ იმ თანამედროვე ტელევიზორს თანამედროვე რაღაც ანტენა ჭირდება რომ მაუწყებლობა გადმოსცეს. ანუ ორივე ერთი დონის უნდა იყოს, შესაბამისი უნდა იყოს და ისეა მოძღვარი და სულიერი შვილიც, ხო? სულიერ შვილს ნაყოფი მაშინ გამოაქვს, როდესაც თვითონაც კარგი მოწაფეა და მოძღვარიც კარგი ყავს. თორე სხვაგვარად ახლა მაგალითად შეიძლება ესე ქრისტე დაადანაშაულო იმაში რომ ცუდი მოძღვარი იყო იუდა რო ყავდა და ან მოსე დაადანაშაულო რომ კერპები რატო ჩამოასხა იქ ებრაელმა ერმაო. ასე რომ მარტო მოძღვარზე არ არის პასუხისმგებლობა თუ შენ არ გამოდექი. ის რო არის მარტო აღზრდა რას უშველის ხო თუ ბუნება არ უშველაო. ესეთი რაღაცაც არის ნიუანსები ქრისტიანობაში და ამიტომ ეს მოძღვრობა და ეს მოძღვრობის ინსტიტუტი რაღაცა ისეთი ქრისტიანობაში არის ყველა ღვაწლს შორის ჩემი აზრით გამორჩეული ფორმა, ამიტომ რომ სხვისი ადამიანების გადარჩენა ყველაზე დიდი და ყველაზე რთული ის არის მოღვაწეობა და ამიტომაც უფრო მეტი ძალისხმევა და ესეთი ჭირდება მოძღვარს. შენ რო თქვი მამაო, რომ ყველაზე რთულია ორ სიკეთეს შორის ღვთისნების გამოცნობა და ეს ესეა ჭეშმარიტად ეს ჩანს მოციქულებთანაც, როდესაც მათ უნდათ მე-12 მოციქული ვინც ქრისტეს აღდგომას შეესწრო, ვინც ქრისტეს აღდგომა დაინახა და ვინც ეს სამხიარულო ამბავი, ანუ სახარება იცოდა, იმათგან ორი კარგი ამოირჩიეს, მაგრამ ამ ორიდან რომელი უნდოდა ქრისტეს ღმერთს ეს არ იცოდნენ. ამიტომ ორივე სახელი დადეს. ღვთისნების ამოცნობა კეთილ საქმეში ძალიან ცუდია, თუ ორივე კეთილია, იქ მოძღვარი მე ვფიქრობ, რომ არ უნდა ჩაერიოს, იქ თვითონ უნდა აარჩევინოს ამ ორი კეთილიდან მას, რომელი გამოუვა და მას, რომელი უნდა და მას, რომლისკენ მიუწევს გული. ჩვენი მოძღვრების ვალდებულება არის, რომ კეთილსა და ბოროტს შორის გარჩევა ვასწავლოთ, რომ ეს ბოროტია, ეს არ შეიძლება. და ეს ორი კეთილია, კი ბატონო. აქედან შენ აარჩიე. აი ხშირად არის ხოლმე რომ როცა უნდა რომ აკურთხო ბერად, ანუ ბერად უნდა წასვლა და რომ მე ვაკურთხო და მე რომ გამომივა თუ არა, მე რა ვიცი, შენ უნდა გინდოდეს. ერთის ჩაგეჭრებით გამახსენდა მონასტერში იყვნენ ჩვენთან ბევრი ისეთი განდეგილობის მსურველები და რო გარბოდნენ, მაგრამ როგორი ის არის ახლა ეშმაკი ხო ყოველთვის ახლა ბერული სწავლება რაც არის, რომ ყოველთვის მოგიწოდებს და ცდილობს გაცნოს ისეთი კეთილი საქმით, რომლის აღსრულების ძალაც არ აქვს. და გეუბნება მაგალითად მონასტერში წარმატებული ბერი ხარ და გეუბნება რომ აი უკვე დროა წახდი, განდეგილი გახდი ან ცალკე დაეყუდე, მაგრამ ამისთვის შეიძლება შესაბამისი ძალა არ კონდეს. ახლა ცუდს არ გირჩევს, მაგრამ ახლა მაინც მონასტერში ახალბედა რო ხარ, ესე ვთქვათ, ადვილად გაგდებს ეშმაკი ასეთ იმაზე და აი აქ არის ზუსტად მოძღვრისისა. ეს მართლა კეთილი იმით მოდის შენთან ეს გულის თქმა თუ ამას ბოროტისგან მოდის ეს გულის თქმა და ცდილობს რომ წაგაქციოს. აი აქ ცოტა განსხვავებულია, ჩვენ ახლა ერს ვასწავლით და
მე უფრო საერო გაგებით ვამბობ იმას, რასაც ვამბობ, რადგან მონასტერში ეს უკვე ორი კეთილი არ არის. მონასტერში საერთოდ არ გაქვს შენ კეთილის აღსრულების ნებაც, იმიტომ რომ როცა ბერად აღიკვეცები, იქ შენს ნებას აბარებ. და მას უკვე სხვა გირჩევს. და თუ შენით დაიწყებ რომ აი უფრო მეტი მოღვაწეობა გინდა რამე და ამას თუ განუცხადებ და თუ გითხრეს რომ არა ეს არ არის სწორი, იქ უნდა დაემორჩილო პირდაპირ. არის ესეთი პატერიკი რომ ესეთია საინტერესო არის მოძღვარმა რომ ის კომბოსტოს ნერგი და უთხრა რომ წადიო და თავდაღმა დარგეო და წავიდა და დარგეო ჩვეულებრივ ხა თავდაღმა არ დაურგავს და უკან რომ მოbrunდა რაქენიო და რავი დარგეო კომბოსტოო და როგორო და ჩვეულებრივად დარგეო ხა ძირითო რატო თავდაღმა რატო არ დარგეო და არ მოვიდოდა ისო ხო გინდაო კომბოსტოო და მე კომბოსტო კი არ მინდოდა შეინების დათმობა მინდოდაო ანუ ეს სამწუხარო არის მონასტრული ტიპიკონი და მონასტრული გაგება და მონასტრული მორჩილება რომ ერზე გადმოიტანეს. ერზე ეს არ ხდება, იმიტომ რომ იქ ის მოძღვარი მართალი იყო, იქიდან გამომდინარე რომ მას მორჩილს უბრალოდ ეს კომბოსტო ამოვა თუ არ ამოვა, მაგაზე მეტად უნდა ინტერესებდეს მოძღვარმა რაც უთხრა ის გააკეთოს სიტყვა სიტყვით. და მოძღვარია პასუხისმგებელი, თუ ის არ ამოვიდა, თუ ის არ გააკეთდა. ესეთი არის ბარსანოფთან მოკლედ იოანე წუხდა იოანეც წინასწარმეტყველს ეძახდნენ და დიდი იყო ბარსანოფის სულიერი შვილი იყო და სერიდაც ბარსანოფის სულიერი შვილი იყო სერიდა იყო წინამძღვარი იოანე იქ ცხოვრობდა და როგორც ჩანს სერიდას დავალებით იოანემ აგურები მოიტანა რაღაცა კელიების ასაშენებლად და მე იქ რო სადაც დაალაგეს იქ ელაგა წლები და აგურები ამ წვიმის ქვეშ იშლებოდა როგორც ჩანს და ძალიან წუხს ისა იოანე და ეუბნება წერილით ბარსანოფს რომ აი ესეო აგურებიო ფუჭდებაო და რამდენი ვიშრომეო მოვიტანეო ისაო და ეს და ბარსანოფის წერილია ძალიან საინტერესო შენ ხო შენი საქმე გააკეთეო კიო მე ის ახლა უკვე ფუჭდება არ ფუჭდება ეს ხო შენი არ არისო ანუ შენ რატო წუხარო მაგაზეო და თან კიდე იციო რომ საერთოდ აქ ჩვენს შემდეგ მონასტერი იქნება თუ არაო მე ვიციო რომ აქ ჩვენ შემდეგ მონასტერი არ იქნებაო და იმის აშენებაზე და იმაზე შენ რატო ეს არის ბერული აზროვნება ეს არის ბერული ისა ეს ერში არ შეიძლება ერში ეს ანტიპიკონით ხო მაგრამ მეორე ის არის კიდევ ერში არიან ადამიანები რომლებიც არიან ნუ ახლა ეკლესიის მრევლი ტაძრის მრევლი მოკლედ ან რაღაცა სიახლოვიდან გამომდინარე იქ ცხოვრობს და იმ ტაძარში დადის მაინც და მაინც იქ ახლა ჩვენთან ძალიან ხშირად ტაძრებშიც ცვლიან წინამძღვრებს და ისე მონასტრებშიც ცვლიან ისე წინამძღვრებს რომ ერთ წინამძღვრს სხვაგან გადაიყვანენ სხვას იქეთ გადაიყვანენ და ეს არის ოჯახები რო გააცვლევინო ორ მამას აქეთ მონასტრის ეს გაუგებარი რაღაცა საერთოდ ათონზეს და ყველგან სადაც მონასტერია წინამძღვრს თვითონ ბერები ირჩევენ საკუთარ მამას მაგრამ ჩვენთან ეს არ არის დალაგებული და არც დალაგდება მე ესე მგონია მონასტრის პატივისცემა ჩვენთან არ არის და არც ბერობის პატივისცემა მაგრამ და სხვათა შორის მე მითხრეს რომ საბერძნეთში ერის ხალხი უმეტესწილად აღსარებას აბარებენ მონასტრებში და არქიმანდრიტები ყავთ მოძღვებად და არა ჩვეულებრივი მოდლები ეს იქ ცოტა სხვანაირად იციან იმიტომ რომ აი ბერების პრინციპში ხრი მოძღვრება ხო სწავლებას ნიშნავს მასწავლებლად ბერი იმიტომ უნდა არქიმანდრიტები იმიტომ აყავთ რომ არქიმანდრიტ სხვა საზრუნავი არ უნდა ქონდეს ну ახლა ეგრე ჩვენთან იშვიათად არის არქიმანდრიტებიც ისე არიან ჩართული ამ საზრუნავებში როგორც თეთრი მგლები მაგრამ სხვა საზრუნავი არ უნდა ქონდეს და მარტო მთელი 6 დღე უნდა ღმერთში უნდა მეცადინეობდეს ჩვეულებრივი ენით რო ვთქვათ
და მე-7 დღეს ის ხალხს უნდა უცხადებდეს იმას, რაც ღმერთში მიიღო. და აი ეს იმას რომ დავასრულო, აი და ტაძრი ახალი არის, ახლოს არის ტაძარი და ამიტომ იმ ტაძრის მრევლია ან ხატის სასოება აქვს რომელიღაცას და იმ ხატის მრევლია, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა იქ მოძღვარი ვინ არის, მღვდელი არის, წირვას ასრულებს. აი ესეთი ხალხი არ იზრდება. ძალიან ბევრია ესეთი, რომლებიც არ იზრდებიან და უფრო ცრურწმენებზე და რაღაც ნიშნებზე არიან დამოკიდებული. სხვათა შორის ძალიან საინტერესო იგავი არის ჩასადები ბადეზე ყვება სასუფეველი ცათა გავსო ბადეს რომელსაც ტბაში დევენ. ეს ჩასადები ბადეზეა საუბარი. და როცა იმასო ამოიღებენო ჯირკვალსო გადააგდებენო, ძველ ქართული ჯირკვალი არის და მერე განმარტებებში ვეძებე და ძალიან საინტერესო ის ნახე რომ ის სიტყვა ბერძნულში ხარ არ მახსოვს, მაგრამ ნიშნავდა ესეთ რაღაცას, აი დაყოვნებულს. დიდხანს რომ დარჩა ბადეში, ანუ თავიდანვე რომ მოხდა, დიდხანს დარჩა, დაზიანდა და ბადეში იქ მოკვდა და ის ხო დიდხანს დევს და რომ ამოიღეს უკვე მკვდარი იყო და გაფუჭებული. აი ესე არის ჩვენთან რაც უფრო დიდხანს არის ეკლესიაში, მით უფრო ფუჭდება. მით უფრო კარგავს სამწუხაროდ ესე ხდება და რადგან არ ხდება ზრდა ქრისტეში. და ეს არის მოძღვრების აუცილებლობა. ახლა ჩვენთან როგორ არის მოძღვრები რას აკეთებენ? ნუ ზიარების წინა აუცილებლად აღსარება უნდა თქვა. ნუ ამ აღსარებაში რა თქმა უნდა იტყვიან რომ აი ამ პარტამანი ვარ, ესა ვარ. მაგრამ სხვა დიდი არაფერი და ნუ შევეხებით ახლა პოლიტიკას, მაგრამ ისეთი რაღაცებს აკეთებენ და ესე არიან და მოკლედ ეზიარე და ასე შემდეგ, ანუ აზიარებენ. და ღდელს შერჩა სამართავად შერჩა მარტო ზიარება. ანუ მას ხო ზიარება უნდა და თან ყოველკვირა უნდა ეზიაროს და ეს ზიარება რო უნდა, ამიტომ უნდა მივიდეს ღდელთან, მაგრამ რამის გაგება რომ უნდა. აი ეს როგორ არის მამაო და ეს რამდენად სწორია ასეთი აზროვნება და ან ასეთი აზრებიან. ამისთვის ღდელთან უკვე არ მიდიან. ამას თვითონ არ ყვევენ რაღაცა შეიძლება ადამიანები მე ყველას კი არ განვიკითხავ და ყველაზე არ ვამბობ არიან ადამიანები რომლებმაც ღულებზე მეტი იციან, მაგრამ იციან და სწორად მიდიან და სწორად აზროვნებენ და კითხულობენ და ბევრი მღვდელი არ არის ესე განათლებული სამწუხაროდ. და ასეთ შემთხვევაში ადამიანი უფრო იზრდება, ვისაც წმინდა მამებთან აქვს შეხება. და ჩვენი სამღვდელოება არ არის იმისთვის მზად, რომ ადამიანებს ქრისტე აუხსნან. უფრო იმისთვის არის მზად, რომ ის რაც მექანიკურად ხდება, ზიარება, აი ეს გააკეთონ, ვიდრე ქრისტე შეასწავლონ და მოძღვრის მოვალეობა პირდაპირ არის ქრისტეს შემეცნება ნებისმიერი მრევლისთვის, ნებისმიერისთვის ეს იქნება დიდი, პატარა თუ საშუალო ასაკის. აი თვითონ ისიც ახლა მოძღვარი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, რომ აი ეს შემეცნება რატოა მნიშვნელოვანი. ანუ იყო პერიოდი, რომ მოციქულები დაყვებოდნენ ქრისტეს, მაგრამ როდესაც ქრისტე მერე ამაღლდა, მერე უკვე მოციქულები თვითონ დადიან, მაგრამ იმ სწავლებით, რაც ქრისტემ დაუტოვა. და მოძღვარიც ამას მოძღვრის მოვალეობაც ეს არის ხო ეს, იმიტომ უნდა შეამეცნოს მოძღვარმა ქრისტე თავის მრევლს თუ სულიერ შვილებს, რომ თვითონ შეძლონ სიარული, თვითონ ისწავლონ. ეს ესეთი რამეა, რომ აი ბავშვს რო ზრდი ხო ასწავლის სიარულს. ახლა რომელ მშობელს უნდა ის რომ 10 წლის ბავშვიც ხელით იყოს სატარებელი და სიარული მაინც ვერ ისწავლოს ხო და ხელით ექნეს სატარებელი. პირიქით ყველა მშობელი ცდილობს რომ ბავშვი ისე გაზარდოს რომ თავისუფლად შეძლოს სიარული და ცხოვრება. და აი მოძღვრის ფუნქცია ზუსტად ეს არის რომ
მას იმდენად უნდა ასწავლოს ქრისტიანობა და იმდენად უნდა ასწავლოს კეთილისა და ბოროტის გარჩევა, თუნდაც იმ ორ სიკეთეს შორის, რომელი ჯობია მისთვის, რომ თავად შეძლოს, თავისუფლად შეძლოს ღმერთში ცხოვრება. და ხშირ შემთხვევაში არ ვიცი, მაგრამ აი ხშირად ხდება ეგეთი რაღაცები, რომ მოძღვარი რო ცდილობს, რომ აი თავისთან რო იყოს და რო იჭერს, არ უშვებს და არ ასწავლის, ან უნდა რომ თავის მორჩილებაში ყავდეს სულ და რაღაც აი სატარებელი რო ყავს კაც მთელი ცხოვრება და იმისთვის კი არ აკეთებს ამას, რომ თვითონ ატაროს მთელი ცხოვრება, ანუ თვითონ რო ემსახუროს რაღაცა მღვდლის მსახური რო იყოს და არა ქრისტესი, ანუ საკუთარი თავისკენ უფრო მიყავს ვიდრე ღმერთისკენ მღვდელს. ეგ არ არის მოძღვრობის სწორი პრინციპი და მაგაზე ქრისტე რო ეუბნება პეტრეს, ხო არ გინდა წახვიდეო და სად წავიდეო უფალო, შენთან არისო სიცოცხლის სიტყვა და სიცოცხლის სიტყვა თუ არ არის მოძღვართან და უბრალოდ იმიტომ აჩერებს, რომ რაღაცა მისგან შემოსავალი აქვს ან რამე, ის მოძღვარი არ არის, ის არის უბრალოდ მას ცხვარი თავისთვის უნდა და არა ცხვრისთვის არ არის თვითონ. ხო, ის კარგი ნათქვამი როა მეორადი შვილები, ანუ ღმერთს არ ყავსო შვილიშვილები, ღმერთს ყავსო შვილებიო და აი მღვდლები ხშირად რო ცდილობენ, რომ აი თავისთან თავისი შვილი იყოს, ვიდრე ღვთის შვილი რო გახადოს. აი ეს არის ზუსტად იქაც პეტრეს რო ეუბნება, დამწყსე ცხოვარი ჩემი, კრავი ჩემი, ის მისია შენი არ არის, ხო. ეუბნება პეტრეს, ჩემია ის. უფლისერი ვარ ჩვენ ყველა. და ჩვენ და არა ჩვენ შვილები და ისინი შვილიშვილები. ხო, აი საერთოდ მოძღვრის ის მოვალეობაც ის კი არ არის, რომ მარტო ტაძარში იყო და წირვა ჩაატარო და ნათლობა და ესეთ რაღაცა შენს თანამოაზრე გარემოში იყო მარტო მღვდელი იქ უნდა იყოს, სადაც სიბნელია. იმიტომ რომ იქ გაანათო, იქ სადაც უიმედობა, რომ იმედი მისცეს, სადაც სასოწარკვეთილება, ნუგეში მისცე. აი ეს იმიტომ რომ აი მაცხოვარმაც სად გაუშვა მოციქულები, ხო? წარმართებში გაუშვა. ანუ იქ სადაც სიბნელე იყო. იქ სადაც ყველაზე დიდი დღეს სიბნელე ეკლესიაში, ესე ეკლესიაში უნდა იყოს. ხო, დღეს ნუგეში სადაც ჭირდებათ ადამიანებს, იქ უნდა იყო და სადაც სიბნელეა, იქ უნდა იყო და იქ უნდა ეხმარებოდა. ეს არის ანუ ღვთელს არ უნდა შეგეშინდეს საკუთარი სიცოცხლის გარისკვა. გრიგოლ ნოსელს აქვს სწავლება, ეხა იმას სწავლებლობაზე რო ვამბობთ, ბუნებითო გრიგოლ სინელს, ბუნებითო წყალი ერთი არისო, მაგრამ მიწის თვისებებიდან გამომდინარე იცვლისო გემოს. არისო თუ აი მიწას ხო თავისი თვისებები და მლაშე, ტკბილი, მჟავე, ანუ ის მიწიდან რომ ის სიღრმიდან რომ ამოედინება, იმ მიწას გაივლის. აი ესეო მასწავლებელი მოძღვარი ხო, იმ გონებას, ის სიტყვა წმინდა, ქრისტეს სიტყვა წმინდა, მაგრამ ის შენი გონებიდან რომ ესე რომ ვთქვა, ჯერ შენს გონებას შეეხება მოძღვრისა და შენ რო გადასცემ მე ადამიანს, რამდენად წმინდაა შენი გონება. ეს არის თავარი, თუ შენი გონება წმინდა, მაშინ იმ სიტყვებსაც წმინდად გადმოსცემ, მაგრამ თუ შენი გონება არ არის წმინდა, მაშინ არ შეგიძლია ის სიტყვები რომ წმინდად გადასცეს სხვასაც და აი რაც შეეხება აღსარებასაც, ეხა აი დღევანდელი აღსარების ფორმას ჩვენ სახარებაში საერთოდ არ ვხედავთ არსად. აი ესე რომ დღეს ადამიანი მიდის მოძღვართან და ეუბნება თავის პირად ცოდვებს, თავის რაღაც პირად ცხოვრების შესახებ შეცდომებს რაღაც და უნდა რომ მოძღვართან გაარკვიოს, ჩვენ ამას სახარებაში ვერ ვხედავთ. არსად არ ჩანს რომ მათე მივიდა, პეტრე მივიდა ქრისტესთან და უთხრა რომ აი რაღაც პირადი ცხოვრება და ცოდვებს ესაუბრება და ქრისტემ მას იქ ეს ცოდვები შეუნდო. ანუ ეს ფორმა არ ჩანს, მაგრამ მოციქულებზე უფრო დიდი ამხსარებლები ვინ იყვნენ? ეს ხო არ შეიძლება ამით იმის თქმა, რომ თქვა რომ მოციქულები ამხსარებლები არ იყვნენ. და ესეც იმას ნიშნავს, რომ დღევანდელი აღსარების ფორმა რაც არის, ის რომ მოძღვართან მიდის ამხსარებელი ადამიანი და ეუბნება თავის ცოდვებს,
მისაღები ფორმაა და სწორია ეს ფორმა, მაგრამ ამ ფორმაში რა ხდება ეს არის მთავარი. აი ზუსტად ეხა სიკეთის და ბოროტების გარკვევა. ეხა ყოველ კვირას ამბობდი ამ პარტავნება, შური, ეგოიზმი, ნუ გასაგებია, მაგრამ საიდან მოდის ეს შური? რატო გაქვს ეს ამ პარტავნება? რა არის სიკეთე საერთოდ? რა არის ბოროტება? აი ამისი გარკვევა და ამისი ცოდნა არის ზუსტად ამხსარებლობა. აი ამისისა და კიდევ რაც შეეხება იმას, აი მოძღვრის იმაზე ბასილი დიცაგ, აი საერთოდ რო ვაკვირდები აი დიდ მამებს, ეხა როგორი ღვთისმეტყველი მამები იყვნენ, ეხა ოქროპირის ცხოვრებიდან ის მონაკვეთი, ამხელა რაღაცას ის რო ისეთი არ ყოფილიყო, ის დიდი მოძღვარი ვერ იქნებოდა. იმიტომ რომ ის თუ ღმერთს არ გავს, მას ღვთისხილვა, ღვთისშემეცნების გაგების უნარიც არ ექნებოდა და აი ბასილიდითანაც არის ერთი ესეთი ადგილი, როცა შვილ მკვდარ დედას წერს წერილს. და იქ ეუბნება რომ აი როგორ განუგეშო, რა სიტყვები გითხრაო, არ ვიციო. აი მანუგეშებელი სიტყვის თქმისაც კი მეშინიაო. და მე ესეთ შედარებას ამბობს, რომ როცა ადამიანსო თქვა თვალი ტკივაო და მასზე ესე სალბუნი ან მალამო უნდა დაიდოსო, თვითონ ეს მალამოს დადებაც კი მისთვის ტკივნეული არისო. იმიტომ რომ მას თვალი ტკივაო და ესეო შენო ეხა იმდენად ტკივაო ეს ტკივილი, ანუ ის რო შვილი გარდაეცვალა, თვითონ ნუგეში სიტყვებსაც კი ვერ პოულობო, როგორ გითხრაო. და შემდეგ ანუ როგორი განცდა აქვს მას ადამიანის მიმართებაში, როგორ გრძნობს იმ დედის ტკივილს, რომელსაც შვილი გარდაეცვალა და ნუ მერე შემდეგ უწყებს აღდგომაზე სწავლებას და ის რომ ჩვენ უკვდავები ვართ ადამიანები და ასე შემდეგ, მაგრამ ის კი არა, აი ზოგჯერ როგორ არის, იცი ადამიანს რაღაც განსაცდელი აქვს, შვილი გარდაეცვალა, რაღაცა პირადი პრობლემა აქვს ცხოვრებაში შეექმნა. და ისე ზოგჯერ შეიძლება ისე ცივად გადაუწყვიტო, ისე ცივად უთხრა მოძღვარმა, ეს შვილი გარდაეცვალა და აი რატო გლოვობ, რატო ტირი ხარ, აღდგომა არსებობს, სარწმუნოება არ გაქვს და რაღაცა ესეთი მიდგომა, ესე იგი ვერ გრძნობ იმ ადამიანის ტკივილს და აი ეს მამები, სხვათაშორის ბასილი დიდი, ეს უდიდესი ღვთისმეტყველი მამები, ოქროპირი, ესენი დიდი ღვთისმეტყველები, იმიტომ იყვნენ, რომ ესეთები იყვნენ ადამიანის მიმართებაში. ადამიანი უყვარდა, ღმერთს გავდა. ღვთისმეტყველს აქვს ღმერთიო ადამიანს ყველაზე მეტად თავის მათსო კაცთმოყარეობის გამო აძლევსო და ეს კაცთმოყარეობა სხვა იმას გიხსნის თვალსაც აი ნუ კაცთმოყარეობა რას გულისხმობს ზრუნავ ხო იმ ადამიანზე ვინც გიყვარს და ის მსრუნველობით რო უყურებ ადამიანს იქ სხვა რაღაცებს ხედავ იმ ადამიანში სხვა ხედავ დახმარებას საჭირდება. თვითონ ტკივილს გრძნობ რა არის რა. და ღმერთიც სხვა იმას გაძლევს მადლს და ხედვას და აი ტიმოთეს რო ეუბნება პავლე მოციქული მე მგონი ტიმოთესთან არის ამხილე შერისხე და ნუგეშინისეციო და ეს ახლა ესეთი სამი კომპონენტია ამხილე ნიშნავს ანუ რაშიც შეეშალა და შეცდომა დაუშვა იმ შეცდომაზე მითითება ხო ამხილე ეს არის შერისხე ნიშნავს რომ შენიშვნა მიეცი ანუ შერისხვა რა არის რომ ადამიანს იმაში შეეშალა და შენიშვნას აძლევ და ბოლოს თარდება ნუგეშინის ცემით ანუ არ უნდა იყოს ისე რომ მარტო მაგალითად ამხილე და მორჩა შენი ისა ან რაღაცა შენიშვნა მიეცი და განურიცხდი და მორჩა არა ნუგეშინის ცემაც რაშია ნუგეშინის ცემა იმაშია რომ შენ მას ამ რო ამხილე და რო შერიცხე იმასთან ერთად გამოსავალსაც სთავაზობ უჩვენებ რაშია მისი გამოსავალი და აი ამითი ის უკვე ნუგეშს ღებულობს თორე თუ ეს ამხილე და რა ქვია მაგას შერიცხე და მე ბოლოს ნუგეში არ მიესწე ეს ნიშნავს რომ შვაგზაზე მიატოვე და დაღუპე წარწმიდე ანუ მოძღვრის გონიერებაც ზუსტად იმაშია რომ არა მარტო ის რომ შენ ადამიანს საკუთარ ჩირგს და წყლებას უჩვენებ არამედ იქიდან გამოსავალი თუ არ უჩვენე და თუ არ გამოიყვანე მაშინ უმჯობესია არც ამხილო და არც შერისხო აი მოძღვრის აი სახარებაში ყვარი მაგალითად ვიწრო არისო ბჭე ხო და რთულია და არის ასევე უღელი ჩემი ტყილვარს და ტვირთი ჩემი სუბუქი ხო ანუ ორივე არის რო რთულია და ვიწრო ეს გზა და რო ტყილია ეს უღელიც მაგრამ ეს ახლა ვის რა უნდა უთხრა ვის რა ჭირდება ანუ ვის ხაცას ჭირდება რომ უთხრა რომ ვიწროა და ანუ ადამიანი რომელიც მაგალითად
ისე თავისუფლად და განცხრომით არის და შვებით ცხოვრობს, იმას უნდა უთხრა ალბათ ის, რომ ვიწრო აბჭე და ესე ცხოვრება არ გარგებს. მაგრამ ვისაც მაგალითად უმძიმს ხო, რაღაცა დამძიმებულია მოღვაწეობაში, იმას პირიქით უნდა უთხრა, ტკბილია ეს უღელი. ანუ აქ ისე თქმა მინდა, რომ აი ვის რა უნდა უთხრა და ვისთვის რა იქნება ნუგეში, აი ამისი სწორად მიწოდება, ეს არის აი მოძღვრის ყველაზე დიდი გონიერება და სიბრძნე. აი ამას და ეს მარტო ესე წიგნებიდან არის სწავლება. ამას ცხოვრების გამოცდილება უნდა და პირველ რიგში სულიწმინდა ჭირდება, ამიტომ ეს მოძღვრობა რაღაცა ისეთი ყველაზე უფრო აღმატებული ის არის, მაგრამ აქ ახლა მარტო მოძღვრის ისიც არ შეიძლება მარტო ესე ცალმხრივად რომ ყველაფერი მოძღვარს დააკისრო, მაგალითად თუ არო მაგალითად რა ექიმთან რომ მიდიხარ და თუ შენი წყლული არ უჩვენე და დაუმალე ეს წყლული დაგიჩერდება და მოკლავს სინელს რო აქ ისე და ასე რომ ეს მაინც ორმხრივ იმასია დამოკიდებული აი რა მდგომარეობაში იქნები და რა მდგომარეობიდან როგორ გამოხვა ასე რომ მოძღვრისის არ არის მარტო მართვა აღზრდა მოძღვარი მაინც აღმზრდელია უფრო ვიდრე მართველი წარმმართველია რა დღევანდელი მდგომარეობაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არის ერი კორონავირუსიდან დაწყებული იქიდან მოყოლებული არის ისეთი პრობლემები რომელი პრობლემებიც პასუხს ახსნას განმარტებას მოითხოვდა და მოითხოვს და ზუსტად ეკლესიის მოვალეობა არის ის, რომ ამ დროს ღვთის ერს სწორი პასუხი გასცეს, სწორად დამოძღვროს და ამავდროულად სწორად მიაწოდოს იმ მომენტში რა გამოსავალი არსებობს, როგორ უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა ვიაზროვნოთ და როგორ გამოვიდეთ ამ პრობლემებიდან. მაგრამ ეს არ ხდება, დღეს არ არის ამისთვის ეკლესია არ აღმოჩნდა მზად. მაგალითად, როდესაც მე მახსოვს წინა მთავრობის დროს ეპისკოპოსები თუ რა დღეში იყვნენ და აი ამ კვერცხს ჩავარტყამ თავში, ვინც ჩვენს გაუპატივრებას დააპირებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამას მეუფე სტეფანეს კადრები დევს პირდაპირ და ყველა შეუძლია ნახოს, მაგრამ რაც შენ თქვი დღეს მამაო, რომ დედოფალმა კანონის შეცვალა იმისთვის, რომ ოქროპირი გამოეჭირა კანონის საწინააღმდეგო და ეხლა არ ეკლესიის დედოფალი იყენებს კანონს რომ კანონს იყენებს, ანუ ცვლის, ისა კანონს კი არ ცვლის, მაგრამ აკეთებს ისეთ, რომ ოქროპირი კანონს დაპირისპირებული. აი, ეს მას აკეთებს. ხო, ანუ კანონით თუ შევიდოდა და შეჭამდა იქ ვენახიდან ნაყოფს, ხურძენს, მას ეკუთვნოდა, ხო? ესეთი კანონია. და ოქროპირმა შეცვალეო კანონია, კაცო. ის კი არ წაერთვა კანონის შეცვალება. იმიტომ კანონი არის სამართალი და სამართლიანობა, ანუ კანონი და სამართლიანობა ძალიან ხშირად არ ეთანხმება ერთმანეთს. და ზუსტად ეკლესია ამას უნდა აკონტროლებდეს, რომ ის სამართალი მიიღო, იმ მთავრობა მიიღო ეს, რომ ტროტუარზე დგომის გამო ხალხს იჭერს. ახლა ჩემი მრევლი არის 70-ს გადაცილებული ხალია და სასამართლო აქვს ახლა ტროტუარზე დგომის გამო და ტირის დამიჭერენო. ხო. რა უნდა ქნათ ახლა? ხო და რა უნდა ვქნა ახლა? მე რომ აი რა ვქნა ახლა ამ ხალხს და შეიძლება იქ მართლა თუ დაიჭერეს 3 დღეს ვერ გადაიტანოს ხალი მოხუცია. ესენი კიდე ყველაფერზე მიდიან. ანუ აქ რა უნდა გქონას ახლა ეკლესიამ? მოაკეთებთ ამას, ხო? ახლა ეკლესია ეთქვის რომ არ დადგე იმ ტროტუარზე, კაცო. როგორ არ დადგეს? ხო, რატო თავისუფალი ნების ქვეყანა ასე დღეშია, ხო? ანუ ან გორში რაც მოხდა. ეკლესია სხვა რა მოუღია. ხო, უნდა თქვა. აი გორში პოლიციელებმა კი არ დაიჭირეს და კი არ
დააპატიმრეს დამნაშავე. არა თვითონ დანაშაული ჩაიდინეს. კაცს ცემენ ჯგუფურად. რაღაცნაირად მოხდა ის ჟურნალისტი, აი მადლობა ღმერთს რომ ეს და ასეთი რამდენი აქვს გაკეთებული. ხო და როგორ არის იცი როცა ეკლესიისთვის ძალაუფლება სახელმწიფოდან მოდის მაშინ ეკლესია არ ემსახურება ღმერთს. თუ ეკლესიისთვის ძალაუფლება ქრისტესგან მოდის, მხოლოდ მაშინ ემსახურება ღმერთს. თორე თუ ძალაუფლებას და სიმდიდრეს სახელმწიფო იძლევა, მაშინ სახელმწიფოს ემსახურები. და აქედან გამომდინარე დღეს აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეკლესია გახდა კერპსახური, სახელმწიფოს სახური და ამავდროულად ერის მიმართებაში დადუმებული. და ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ შეძლებენ და რამენაირად ოდესმე მაინც ამოიღებენ ხმას და ჭეშმარიტებას დაიცავენ, რადგან მოძღვრება, ჩვენი მოძღვრება არ ემსახურება კეისარს, ჩვენი მოძღვრება მართლმადიდებლობა ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს და ღმერთი შეეწიოს, ღმერთი შეგვეწიოს, ღმერთმა შეაძლებინოს ჩვენს ეკლესიას და მოძღვრებს, რომ დადგნენ ერის მხარეს და არა კეისრის მხარეს, ღვთის მხარეს და არა ბნელეთის მოციქულის, ანუ ეშმაკის მხარეს.